დაპირებისამებრ, გთავაზობთ ინფორმაციას ხშირ და გავრცელებულ დაავადებებზე და მათ სიმპტომებზე. უყურეთ ვიდეო ახსნას, მიიღეთ მეტი ინფორმაცია და თუ ნახავთ, რომ თქვენს გაქვთ მსგავსი სიმპტომები, მოიწერეთ კომენტარები და დასვით კითხვები. ართროპათია. ეს არის ტერმინი, რომელიც აღნიშნავს სახსრების ნებისმიერ დაავადებას ან დაზიანებას. ართროპათია შეიძლება იყოს ანთებითი ან არაანთებითი, მწვავე ან ქრონიკული, მონოარტიკულური, ერთი სახსრის დაზიანება ან პოლიარტიკულური, მრავალი სახსრის დაზიანება. ართროპათიის გამომწვევი მიზეზები მრავალფეროვანია და დამოკიდებულია კონკრეტულ დაავადებაზე. ძირითადი მიზეზებია: ანთებითი ართროპათიები, რევმატოიდული ართრიტი, აუტოიმუნური დაავადება, როდესაც იმუნური სისტემა შეცდომით უტევს სახსრების ქსოვილებს. მაანკილოზებელი სპონდილიტი, ბეხტერევის დაავადება, ქრონიკული ანთებითი დაავადება, რომელიც ძირითადად აზიანებს ხერხემალს და გავათეძოს სახსრებს. ფსორიაზული ართრიტი, ართრიტის ფორმა, რომელიც ვითარდება ზოგიერთ ადამიანში ფსორიაზით, კანის ქრონიკული დაავადება. რეაქტიული ართრიტი, სახსრების ანთება, რომელიც ვითარდება ინფექციის, ჩვეულებრივ, ნაწლავური ან შარდსასქესოს საპასუხოდ. პოდაგრა, ართრიტის ფორმა, რომელიც გამოწვეულია სისხლში შარდმჟავას დონის მომატებით, რის შედეგადაც სახსრებში წარმოიქმნება შარდმჟავას კრისტალები. სისტემური წითელი მგლურა, აუტოიმუნური დაავადება, რომელსაც შეუძლია დააზიანოს სხეულის მრავალი ორგანო, მათ შორის სახსრები. იუვენილური იდიოპათიური ართრიტი, ბავშვებში განვითარებული ართრიტის ფორმა, რომლის სუსტი მიზეზი უცნობია. არაანთებითი ართროპათიები. ოსტეოართრიტი, ოსტეოართროზის სახსრების დეგენერაციული დაავადება, რომელიც ხრტილის წვეთით და ძლოვანი ქსოვილის ცვლილებებით ხასიათდება. ტრავმული ართროპათია, სახსრის დაზიანება ტრავმის შედეგად, მოტეხილობა, ამოვარდნილობა, იოგების დაზიანება. ნეიროპათიული ართროპათია, შარკოს სახსარი, სახსრის მძიმე დაზიანება, რომელიც ნერვული სისტემის დაავადების, მაგ, შაქრიანი დიაბეტი, ფონზე ვითარდება. ჰემოფილიური ართროპათია, სახსრების დაზიანება, რომელიც სისხლის შედედების დარღვევის, ჰემოფილია, შედეგად ვითარდება. ართროპათიის სიმპტომები დამოკიდებულია გამომწვევ მიზეზზე, დაზიანებული სახსრების რაოდენობაზე და დაავადების სიმძიმეზე. ძირითადი სიმპტომებია: სახსრების ტკივილი, შეიძლება იყოს მუდმივი ან პერიოდული, მწვავე ან კრუ მოძრაობის დროს გაძლიერებული. სახსრების შეშუპება, სახსრის ირგვლივ ქსოვილების შეშუპება სითხის დაგროვების გამო. სახსრების შებოჭილობა, მოძრაობის შეზღუდვა, განსაკუთრებით დილით ან ხანგრძლივი უმოძრაობის შემდეგ. სახსრების დეფორმაცია, სახსრის ფორმის შეცვლა, რაც დამახასიათებელია ქრონიკული ართროპათიებისთვის. კანის სიწითლე და ადგილობრივი ტემპერატურის მომატება, ანთებითი ართროპათიებისთვის დამახასიათებელი ნიშნები. კრეპიტაცია, სახსარში მოძრაობის დროს ხრაშუნის ან ტკაცუნის შეგრძნება. ზოგადი სისუსტე, დაღლილობა, წონის კლება, ზოგიერთი სისტემური ანთებითი ართროპათიის თანხლების სიმპტომები. კუნთების ატროფია, კუნთების განლევა და სისუსტე. ართროპათიის დიაგნოსტიკა კომპლექსურია და მოიცავს ანამნეზის შეკრება, პაციენტის ჩივილების, დაავადების დაწყების და მიმდინარეობის, თანხლები დაავადებების, მემკვიდრეობითი ფაქტორების გარკვევა. ფიზიკური გასინჯვა, სახსრების დათვალიერება, პალპაცია, ხელით შეხება, მოძრაობის დიაპაზონის შეფასება. ლაბორატორიული გამოკვლევები. სისხლის საერთო ანალიზი, ანემიის, ლეიკოციტოზის, ეთსის მომატების გამოვლენა. ბიოქიმიური ანალიზი, შარდმჟავას, რეაქტიული ცილის, რევმატოიდული ფაქტორის განსაზღვრა. იმუნოლოგიური გამოკვლევები, ანტინუკლეარული ანტისხეულების, ანტისხეულების განსაზღვრა. სახსრის სითხის ანალიზი, სინოვიური სითხის გამოკვლევა ანთებითი უჯრედების, კრისტალების აღმოსაჩენად. ინსტრუმენტული გამოკვლევები. რენტგენოგრაფია, სახსრების სლოვანი სტრუქტურების ცვლილებების გამოვლენა. ულტრაბგერითი გამოკვლევა, ეკოსკოპია, სახსრების რბილი ქსოვილების, ყესები, იოგები, სინოვიური გარსი, მდგომარეობის შეფასება. მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, სახსრების და მიმდებარე ქსოვილების დეტალური გამოსახულების მიღება. კომპიუტერული ტომოგრაფია, ძლოვანი სტრუქტურების უფრო დეტალური შესწავლა. ართროსკოპია, სახსრის შიგნითა ზედაპირის დათვალიერება სპეციალური ინსტრუმენტის, ართროსკოპის საშუალებით. ართროპათიის მკურნალობა მიზნად ისახავს ტკივილის შემცირებას, ანთების დათრგუნვას, სახსრების ფუნქციის შენარჩუნებას ან გაუმჯობესებას და დაავადების პროგრესირების შეფერხებას. მკურნალობა ინდივიდუალურია და დამოკიდებულია ართროპათიის ტიპზე, სიმძიმეზე და პაციენტის ზოგად მდგომარეობაზე. მედიკამენტური მკურნალობა.
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო ეფექტი, იბუპროფენი, ნაპროქსენი, დიკლოფენაკი, ინდომეტაცინი. გლუკოკორტიკოსტეროიდები, ძლიერი ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, პრედნიზოლონი, მეთილპრედნიზოლონი. გამოიყენება როგორც პერორალურად აბების სახით, ისე სახსარში და ინექციების სახით. დაავადების მამოდიფიცირებელი ანტირევმატული პრეპარატები, გამოიყენება ანთებითი ართროპათიების დროს დაავადების პროგრესირების შესაფერხებლად, მეტოტრექსატი, სულფასალაზინი, ჰიდროქსიკლოროქინი, ლეფლუნომიდი. ბიოლოგიური აგენტები, ახალი თაობის პრეპარატები, რომლებიც მიზანმიმართულად მოქმედებენ იმუნური სისტემის გარკვეულ რგოლებზე, ინფლიქსიმაბი, ადალიმუმაბი, ეტანერცეპტი, რიტუქსიმაბი. ქონდროპროტექტორები, ნივთიერებები, რომლებიც ხელს უწყობენ ხრტილოვანი ქსოვილის აღდგენას, გლუკოზამინი, ქონდროიტინის სულფატი. შარდმჟავას დონის დამაქვეითებელი პრეპარატები, გამოიყენება პოდაგრის დროს, ალოპურინოლი, ფებუქსოსტატი. არამედიკამენტური მკურნალობა. ფიზიოთერაპია, ვარჯიშები, მასაჟი, ულტრაბგერითი თერაპია, ელექტროფორეზი, მაგნიტოთერაპია. სამკურნალო ფიზკულტურა, სპეციალური ვარჯიშები სახსრების მოძრაობის დიაპაზონის გასაზრდელად და კუნთების გასაძლიერებლად. ორთოპედიული საშუალებები, სახსრების ფიქსატორები, ორთეზები, სუპინატორები, სპეციალური ფეხსაცმელი. წონის კორექცია, ჭარბი წონის შემთხვევაში აუცილებელია წონის დაკლება სახსრებზე დატვირთვის შესამცირებლად. დიეტა, ზოგიერთი ართროპათიის დროს, მაგ პოდაგრა საჭიროა სპეციალური დიეტის დაცვა. ფსიქოთერაპია, ქრონიკული ტკივილის მართვა, ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება. ართროსკოპიული ოპერაციები, სახსრის შიგნითა სტრუქტურების აღდგენა, ხრტილოვანი დეფექტების ამოკვეთა. სახსრის ენდოპროთეზირება, დაზიანებული სახსრის ხელოვნური სახსრით შეცვლა. ართროდეზი, სახსრის უმოძრაობის შექმნა, ანკილოზი, ძლიერი ტკივილის სინდრომის დროს. რჩევები. რეგულარული კონსულტაცია ექიმთან, რევმატოლოგთან, ორთოპედთან, თერაპევტთან. მედიკამენტების დანიშნულებისამებრ მიღება. ფიზიოთერაპიული პროცედურების და სამკურნალო ფიზკულტურის რეგულარული ჩატარება. წონის კონტროლი. ჯანსაღი ცხოვრების წესის სრულფასოვანი კვება, ფიზიკური აქტივობა, მავნეჩვევებზე უარის თქმა. სახსრებზე გადაჭარბებული დატვირთვის თავიდან აცილება. სტრესის მართვა. საჭიროების შემთხვევაში ორთოპედიული საშუალებების გამოყენება. დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას სახსრების ტკივილის, შეშუპების, სიცითლის ან მოძრაობის შეზღუდვის გამოვლენისას. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ართროპათია ქრონიკული დაავადებაა, რომელიც ხანგრძლივ მკურნალობას და მუდმივ მეთვალყურეობას საჭიროებს. თუმცა ადეკვატური მკურნალობის და ცხოვრების წესის კორექციის პირობებში შესაძლებელია დაავადების კონტროლი და ცხოვრების ხარისხის შენარჩუნება. დასვით თქვენი კითხვები ჯანმრთელობის შესახებ კომენტარებში. ასევე მოგწერეთ კომენტარებში, რომელ დაავადების შესახებ გსურთ მოგიმზადოთ ინფორმაცია. არ დაგავიწყდეთ გამოიწერეთ ჩვენი არხი, რათა შეიტყოთ უფრო მეტი სხვადასხვა გავრცელებულ დაავადებაზე და მათი მკურნალობის შესახებ. გისურვებთ ჯანმრთელობას.